საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ვართ? მოვედი ჩემო ძვირფასებო. საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმებით. აბა როგორ ვართ? მინდა რომ თქვენთან ერთად მოვამზადოთ დასტები და ჩაუჯდეთ მეგობრებო, ვის ჩაი, ვის ყავა, ვის კიდევ ცხელი შოკოლადი, ვის ფორთოხლის წვენი. მენიუში შევიტანე ფორთოხლის წვენიც. C ვიტამინია და ძალიან კარგია ამ ზამთარში. მეგობრებო, ასე რომ შეგიძლიათ მიირთვათ. აბა როგორ ვართ? საღამო მშვიდობის ყველას, მოგესალმებით. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ანა მარია, როგორ ხარ? ჩავუჯდეთ მეგობრებო. აბა ჩავუჯდეთ. ჩავუჯდეთ. აჰა, დავაგზავნე. გაიხარე არა მიშავს. ზოგჯერ მაქვს ეს სპაზმები, ასე რომ არ ვიცი. ზოგჯერ ძალიან მაქვს. მაპატიეთ მეგობრებო, თუ მახველებს მომიტევეთ სხვანაირად. არ ვიცი, ჩემი ჭიქა. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს და ეს კარტი ამობრუნდა დასაწყისი. სულიერი სიძლიერე, აი საკუთარი თავის წინა პლანზე წამოწევა, მოკლედ და განწყობა იმის, რომ მხოლოდ საკუთარი თავი. აბა როგორ ვართ მეგობრებო? აბა როგორ ჩაიარაღენ? ამინ. კი, ნამდვილად ასეა. მოკლედ მეგობრებო, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. არაფერზე არ ინერვიულოთ, აჰა, ცვივა კარტები ესე გეჩქარებათ, მოკლედ. თქვენი ამბის მოყოლა. შეცდომებზე ფიქრი, გამოსწორება და წასვლა ამ დაბრკოლებებიდან, დასასრულია დაბრკოლებების და ისევ ქვემოდან ეს დასაწყისის კარტი. მოკლედ შემართება გააქვთ. რაც გინდათ ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო, შეგიძლიათ სამყაროში გაუშვათ კითხვა, დაუსვათ კითხვა, დასვათ შეკითხვა, გაუშვით ეს შეკითხვა და ამ შეკითხვაზე პასუხს აუცილებლად მიიღებთ. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი სათაური იქნება თემა, რაც ცვლილებების წინ ვდგევართ. ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი თემა. რაც ცვლილებები შემოდის, რა შეიცვლება. და კიდევ შეკითხვები თავისთავად რაც წამოვა. აუცილებლად ჩავიწერ, იმიტომ რომ მავიწყდება მეგობრებო. გონება იმდენად გადატვირთული მაქვს, ჩემი გონება ხამეც არ ითიშება. ამიტომ მაპატიეთ. ხო, დავიწყოთ თქვენი დახასიათება. თქვენი ენერგიების წაკითხვა, აი, რა კარტი ამოვარდა ნახეთ. მოკლედ, თქვენი ენერგიები არის იწვით მეგობრებო, დნებით, ცეცხლი გიკიდიათ. აი გეფიცებით მე რამდენიჯერ ამოვიდა უკვე. აი ნახეთ, უბრალოდ ძალიან გულნატკენები ხართ, გულდამწვარები ხართ, ძალიან დიდი ტკივილის მატარებლები ხართ, ადამიანები, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, მაინც გააქვთ ეს სითბო და სიყვარული შემორჩენილი არა, შენახული. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არაფერმა არ გაგაბოროტათ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არ შეიცვალეთ ის სითბო, ის სიყვარული. მაინც გააქვთ.
კი. მაინც გააქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში მაინც გააქვთ. არაფერი არ გიშლით ხელს, არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი იმის არ არსებობს, რომ თქვენ გაბოროტდეთ. გამორიცხულია. თქვენ იცით კიდევ აი საჭირო დროს საზღვრების აღმართვა. ანუ შეიძლება ადამიანებს გაუცინოთ, მიენდოთ, რაღაც დროის განმავლობაში ესე გააგრძელოთ, მაგრამ მერე უცებ თუ რაიმე ისეთი არ მოგეწონებათ და რაიმე შეამჩნევთ ამ ადამიანს, აი ნახეთ, საზღვრები უცებ აღმართავთ საზღვრებს. საკუთარი თავის დაცვა იცით. კი. ეს საზღვრების რაიმე დაწესება თქვენთვის, მეგობრებო, არ ვიცი რა ხდება, ენა მებმება. ამ საზღვრების დაწესება, მეგობრებო, თქვენთვის არის ერთ-ერთი თერაპიის ნაყოფი, წმენდა, განთავისუფლება. აი ამ დროს, როდესაც თქვენ საზღვრებს აღმართავთ, თქვენ გადადიხართ უკვე საკუთარ თავთან მუშაობაზე და ვცდილობთ, რომ როგორმე აი დეპრესიაში არ ჩავადეთ, ძალიან არ შეტოპოთ, არ შეხვიდეთ და მხოლოდ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ დროს. ხო ნახეთ? შეიძლება რაღაც პერიოდი ჩაიკეტოთ, მაგრამ მაინც აი გადიხართ ამ ასეთი სიტუაციიდან, კი. გადიხართ ასეთი სიტუაციიდან. ანუ მე ვაიმე კარტები მიცვია. ჩემო ძვირფასებო, ძალიან მინდა რომ მოვიტანოთ თქვენამდე ორი სიტყვა. ეს ორი სიტყვა შედგება ესეთია: არ მაქვს კითხვები. კითხვებზე პასუხები არ მაქვს, მეგობრებო. ახლა რამდენჯერაც არ უნდა აკოპირო. არ მაიძულო რომ დაგბლოკო. თუმცა ამის გამკეთებელი არ ვარ. შეგიძლიათ მშვიდად წყნარად მოусმინოთ, მეგობრებო. კითხვებზე პასუხი არ მაქვს. არც ვმუშაობ ერთკითხვიანი, ორკითხვიანი, ხუთკითხვიანი პირადი გაშლები არ მაქვს, მეგობრებო. ან სრული მაქვს, ან საერთოდ არ მაქვს. და თვეზე მეტია უკვე არ მაქვს პირადი გაშლები. სამწუხაროდ, სავარაუდოდ დავიწყებ. სავარაუდოდ არა, ვფიქრობ დაწყებას. ვისაც აქვს გამოგზავნილი SMS-ები, აუცილებლად გავცემ პასუხს. აქამდე თუ არ გავეცი პასუხი, მომიტევეთ, მეგობრებო, იმიტომ რომ გამოუვალი სიტუაცია მქონდა. ეს იყო ხელისშემშლელი ფაქტორი. პირობები არ მქონდა. გავაგრძელებ თქვენს ენერგიებს, თქვენი ენერგიები. მეგობრულები, ერთგულები, აი მზრუნველები. აი სიკვდილამდე რომ ადამიანს უერთგულებთ, ის ხართ თქვენ. ხო. აი ხო გეუბნებით, რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ. ან თქვენი მეგობარი ამ ხანაგი, ვინც არ უნდა იყოს. აი თქვენ მისთვის ხართ სასწაული მეგობრული. აი ძაღლი, ხო იცით, ძაღლი როგორია, ერთგული, აი ესეთი. თქვენი ენერგიები. თუმცა ახლა ძალიან დიდი ემოციური ფონი გაქვთ. რატომღაც წარსულში ხართ დაბრუნებული. წარსულში იხსენებთ, წარსულიდან იხსენებთ, მეგობრებო, რაღაც სასიამოვნო მოვლენებს და მომავალში კიდევ გეგმავთ პერსპექტივაში, აი ნახეთ, წარსული და მომავალი. არ ვიცი, წარსულიდან მომავლამდე ერთი ნაბიჯი გააკლიათ. შეიძლება ესეც იყოს, წარსულიდან იხსენებთ და გადმოგაქვთ ანუ ახლანდელ დროში გადმოგაქვთ რაღაც სიხარული ბედნიერება, რაღაც მსგავსი, მეგობრებო. აუცილებლად მიხვდებით თქვენ მე რასაც საუბრობ, ძალიან ბევრი ხართ. ამიტომ ყველასთვის ზუსტად აი წერტილ შეიძლება არ გამომივიდეს ნათქვამი, ამიტომ თქვენ სიტუაციას მოერგეთ. წარსული და მომავალი. ხო. აი ხლა დავიწყე 5 წუთია, არ დააგვიანე. შეიძლება იყოს ის, რომ წარსულზე ფიქრი გიბრკოლებთ მომავალს.
ესე შეიძლება იყოს და წარსული და მომავალი მეგობრებო, აი არ ვიცი რას ნიშნავს ეს და რატომ დაჯდა ესე ორი კარტი ერთად, თუმცა პერსპექტივა გააქვთ, მომავალი ძალიან ნათელი გაქვთ. მომავალში და ეს იქნება უახლოეს მომავალში, როგორც ვატყობ მე, უახლოეს მომავალში თქვენ იქნებით ძალიან შემდგარი, ბედნიერი და გააზრებული თქვენი ცხოვრებით. ესეთი ცხოვრება გელოდებათ პერსპექტივაში, ახლო მომავალში მეგობრებო. შემდგარი ბედნიერება, შემდგარი ადამიანები, რომლებმაც იციან რა უნდა და როგორი ცხოვრება უნდათ. ადამიანებმა იციან რა უნდა გააკეთონ. იქნებ ბევრი თქვენთაგანი რაღაც საქმიანობით იყოთ დაკავებული. არ ვიცი ამას რატომ ამბობს, მაგრამ უნდა ვთქვა. ხო. თქვენი ენერგიები. წასვლა და გაცლა ყველაფრიდან შორს. წასვლა ყველაფრიდან დაბრკოლებების გადალახვა, წასვლა, გაქცევა, გაშორება, რასტაიანი, სიშორე, მანძილი, არ ვიცი რა არის, მაგრამ აი ეს გინდათ. ხო, პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული, თუმცა არავის არაფერს არ ეუბნებით. კი მეგობრებო, რაღაც ცვლილებების მოლოდინში ხართ. კი. ხო, განთავისუფლების მოლოდინში ხართ. შეიძლება ბევრმა რაღაც ადგილი გამოიცვალოთ. აი შეიძლება სამსახური გამოიცვალოთ, სიტუაცია გამოიცვალოთ, ოჯახი გამოიცვალოთ, ვინ რის გამოცვლას ვცდილობთ და ფიქრობთ, მეგობრებო. ბევრი ცდილობს. იქნებ რაიმე დაბრკოლებები გაქვთ და ამ ეტაპზე შეიძლება არ გამოგდით და ძალიან გაავებული ხართ. აი ძალიან ესე კონფლიქტურ სიტუაციაში ხართ, კი. ბევრმა თქვენთაგანმა ისწავლა შავი და თეთრის გარჩევა. გადაახარისხეთ, გადაფასება მოხდა თქვენი გონებაში, გონებრივად გადაახარისხეთ, გადააფასეთ ყველაფერი. შავიდან თეთრის ფასი მიხვდით. ხედავთ ხო, შავი და თეთრი. ხო. მომავლის იმედი. თუმცა მე გეტყვით ერთ რაღაცას. რის იმედიც გაქვთ, თქვენ იმას აუცილებლად მიიღებთ. თან მიიღებთ დაკაზაწყს და მტკიცებულებებით თან. ნახეთ მეგობრებო, მე ხა გეტყვით რაღაცას. თუ კი რაიმეს მტკიცებულებებს ელოდებით, მოდი ასე ვიტყვი, ადამიანიდან რაღაც საბუთის მტკიცებულებებს ელოდებით, ამას მიიღებთ. ის რასაც ელოდებით და რისიც გწამს, ზუსტად იმას მიიღებთ. თან დასაბუთებით მიიღებთ. მტკიცებულებებით მიიღებთ. ან ელოდებით, რომ დაგიმტკიცოთ რაღაცა ადამიანმა. შეიძლება ამასაც ელოდებით. ხო. შეიძლება სამსახურში დამტკიცებას ელოდებით და იმედი გაქვთ. ვინრა და ვინრა. თუმცა ძალიან დიდი იმედი გაქვთ, კი. მაგრამ თქვენ ამას მიიღებთ. აი იმ სიტუაციას, რასაც ელოდებით, ესე აგიხსნით ახლა. ნებისმიერი თქვენთაგანი რის მოლოდინში ხართ, იმას აუცილებლად მიიღებთ. კი, უბრალოდ მოლოდინი, კიდევ ცოტა ლოდინი დაგჭირდებათ. თუმცა იმედით. აჟიდანიე და ვერა, იმედით, კი. გარბი ხართ, სად გარბი ხართ? ბევრ თქვენთაგანს უკვე აღარ გინდათ ოჯახი. ხო, აი ფიქრობთ, მინდა? აი მინდა, უკვე აღარ მინდა. ამას ფიქრობთ ბევრი, გეფიცებით. აი აღარ მინდა, ის რაც აქამდე მინდოდა, აღარ მინდა. ამას ამბობთ ბევრი. აღარც ბავშვის გაჩენა მინდა, აღარც ქმარი მინდა, აღარც ცოლი მინდა, აღარც შვილი მინდა. მე ერთმა ყოლა გვაბედნიეროს მეგობრებო. უბრალოდ უკვე აღარ ფიქრობთ ამას. ანუ ფიქრობთ, მინდა, აღარ მინდა. არა, კითხვაზე პასუხი არ აქვს. აქამდე იქნებ გინდოდათ, მაგრამ ეხლა აღარ ნახეთ, გაურბი ხართ, გარბი ხართ.
ამ სიტუაციიდან გარბი ხართ და გარბენილი რომ მირბი ხართ ფიქრობთ რა თმინდოდა ან აღარ მინდა და იმიტომ გავბივარ რა თქმა უნდა ანა მარია ისე მაქვს სული მოთქმული ვერ წარმოიდგენ რა ქმარი რა ცოლი რა ოჯახი რა გათხოვება და რა გამოთხოვებაზეა მეგობრებო საუბარი დაატკბით იმ თავისუფლებით რაც გაქვთ გოგოებო ხო ძალიან კარგად გძნობ თავს პირადად მე ღმერთმა ყველა გაბედნიეროთ გახაროთ გამრავლოთ გადღეგრძელოთ გეფიცებით თუ გულით არ გლოცავდეთ მაგრამ ბევრი თქვენთაგანი ახლა ამას ფიქრობს ახლა გარბის ამ სიტუაციიდან გარბის უკან მოუხედავად გარბის უკუნეთში გარბის გაურკვევლობაში გარბის არიბარებს ისე მირბის კი არ მიდის მირბის კალი ასავით წყალზე მირბის მეგობრებო კალია ხო დარბის წყალზე აი ხო აი მეც ამ ჭკუაზე ვარ მეგობრებო გამორიცხულია გეფიცებით არანაირად თავი არ მტკივა საამისოდ ხო თქვენი ენერგიები ხო აი რა ვთქვა თქვენი ენერგიები თქვენ ამბობთ რომ უკვე დროა დასრულების რაღაც დაასრულოთ უნდა მეგობრებო ნახეთ ერთ რაღაცას გეტყვით რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეთ საკუთარ თავს ის რაც დასასრულებელია იმას დღეს თუ ხვალ მაინც დაასრულებთ ის რაც დასასრულებელია მაგრამ ნახეთ ქვემოდან რა კარტია ეს თუნდაც ოჯახი იყოს ესეც დასრულდება მერე რა დასასრულებელი ყოველთვის დასრულდება მარტოობაში არა user მარტოობაში არა თავისუფლებას რო შეიგრძნობთ გოგოებო აი ლიჩნად გოგოებზე ვსაუბრობ გოგოებო თავისუფლების ფას რომ გაიგებთ მერე მითხარით გამარჯობა ხო სოფი გენაცვალე გულში ჩემო ლამაზო თავისუფლების ფასი არაფერი არა აი ასე მეგობრებო გამორიცხულია ჩემთან სხვანაირად არა ხო დრო აი დრო ნახეთ დროს უყურებთ დროს ითვლით იმდენად გსიამოვნებთ უკვე ეს თავისუფლება რომ ამბობთ რომ არა ესე მირჩევნიაო და всё მიდიხართ ყველას და ახლა უბრალოდ აი ყველას და ყველაფერს ტოვებთ ტიკუნა სალამი ხანახეთ აი ახალი მიმართულება ნახეთ რა წერია новое направление ხა თქვენ გინდათ თქვენი ცხოვრებად სხვა მიმართულებით გააგრძელოთ თქვენ გინდათ თქვენი ცხოვრება სულ სხვანაირად წარმართოთ აი აღარ გინდათ არავის ის რა ქვია და ინტრიგების ქვეშ ყოფნა აღარ გინდათ ეს ტოქსიკური ურთიერთობები აღარ გინდათ ეს სხვაზე დამოკიდებული რაღაც ცხოვრება სხვისი ბრძანებულებები სხვის ეს აპეკუნობა რა თქმა უნდა აბარაშვებით ახლა ჩვენ აქ ხო ამიტომ ეს თქვენი ცხოვრება გინდათ რომ სულ სხვანაირად წარმართოთ სულ სხვანაირობაში შედის თავისუფლება თავისუფალი ცხოვრება მეგობრებო მარტოობა და თავისუფლება განსხვავდება ერთმანეთიდან მარტოობა არ დაარქვათ ამ ყველაფერს დაარქვით თავისუფლება მივესალმები ამ ყველაფერს მე თავისუფლება არა კითხვაზე პასუხი არ მაქვს
იმდენად დეპრესიაში ჩაგაგდოთ. ნახეთ, ქვემოდან რა კარტია. იმდენად დეპრესიაში ჩაგაგდოთ, მეგობრებო. ამ პარტნიორულმა სიტუაციებმა, რომ ამიტომ აღარ გინდათ. ხო, აღარ გინდათ. თქვენ ამბობთ, რომ всё, ეს ჩემი აღარაა. ხო, მეც ესე ვამბობ. სადაც მინდა, როგორც მინდა, რაც მინდა, იმას ვაკეთებ. იქ ვარ, სადაც მინდა. ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ჭამ იმას, რაც მინდა და მომწონს. ვარ იქ, სადაც მინდა. მოკლედ ასე. ხო, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო თქვენი ენერგიები, ბევრმა ძალიან დიდხანს ეწინააღმდეგეთ საკუთარ თავს, მაგრამ ხო, ბოლოს მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ საკუთარი თავი არჩიეთ. არა, ბოდიში არაფრის, ჩემო კარგო. ბოდიში არაფერ შვაშია, უბრალოდ კითხვებზე პასუხები არაფერს არ მაქვს, მეგობრებო. მოკლედ. ჩვენი დღევანდელი ლაივის თემა არის ღმერთო, რა იქნა მეგობრებო? რამდენს გიფიქრიათ ცუდზე? აღიარეთ ოღონდ. მერე გადაგიფიქრებიათ. ხო, ცუდზე გიფიქრიათ, მაგრამ მერე გადაგიფიქრებიათ. ძალიან ბევრჯერ გიფიქრიათ თან. ხო. მაგრამ ნახეთ, გული მაინც არ გაგიშვათ. რო იტყვიან, მაინც ბოლომდე ვერ. იმიტომ რომ გული მაინც თავისებურად რა თქმა უნდა, ცუდი ფიქრები თავისთავად მოდის, მაგრამ არ უნდა შეხვიდეთ ღრმად ამ რთულ გაუგებრობებში, მეგობრებო. ხო, არ უნდა შეხვიდეთ. რაღაც სულმა და რაღაც ადამიანმა, რაღაც ძალამ გამოგაბრუნათ. ოღონდ გულით ვამბობ. აი, ეს არის ცუძე ფიქრის კარტი. ხო, ცუძე ფიქრის კარტია ჩემთვის. ამას ახლა უყურებ, ხედავ, რომ ვიღაც ქალბატონი ჩადის ზღვაში, მაგრამ აქ რო ჩადის ზღვაში, აქ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ თითქოს და თავის მოკლაზე უფიქრია, ცუძე უფიქრია. ან შეიძლება ის უფიქრია, გიფიქრიათ, რომ რა თმინდა ამფერი სიცოცხლე, ან რაღა ფასი აქვს ჩემს სიცოცხლეს. ხო, აი ზუსტად ნახეთ, მეგობრებო. ძალიან ბევრჯერ ეწინააღმდეგებოდით ამ ცუძე ფიქრს, მაგრამ ზოგჯერ ვერა. ზოგჯერ კი და ზოგჯერ ვერ აღწევდით თავს, მაგრამ გულმა და თქვენმა სულმა მაინც სიცოცხლე არჩია. გულმა და სულმა, ნახეთ, გულმა და სულმეითი, ხო? თქვენმა სულმა და გულმა მაინც სიცოცხლე არჩია. გონებამ არა, გულმა და სულმა. არასოდეს არ გაიფიქროთ, მეგობრებო, არავის გამო არ ღირს ეს. არავის გამო არ ღირს ეს. სული არ დაიბინძუროთ. ცუძე ფიქრიც ერთ-ერთი სულის დატვირთვაა და ამ ხელად ტკივილს ნუ მიანიჭებთ სულს, თორე ესეც მოქმედებს ჩვენს ბიოველზე. ველის დაბინძურებაზე, ნეგატივზე ფიქრიც, ამიტომ ყოველთვის კარგზე იფიქრეთ. ჩემო ძვირფასებო, ხა, აი, ახალი შანსი, ახალი იმედები, რაღაც კიდევ ახალი შეცვლა, ცვლილებები, შესაძლებლობები. აი თუ დაუკვირდებით, მეგობრებო, რამდენჯერაც გიფიქრიათ ამ ცუძე, იმდენჯერაც გქონიათ შანსები ცხოვრებაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც ცუძე იფიქროთ, რომ რაიმე შანსი მიიღოთ. არა. ყოველთვის უნდა იფიქროთ კარგზე. ხო. ზუსტად, აი, ახალი შანსი და იმედები. ხო, საკუთარ თავთან დაბრუნება, საკუთარი ცხოვრების დაბრუნება, შესწორება, შეცვლა ცხოვრების, სტიმული მოგეცემათ აუცილებლად. დღევანდელი ჩვენი თემაც ზუსტად ამაზეა. იყოს ეს კარტა, ნახეთ რა მაგარია. სიყვარული, ეს კარგ ხელს ვერ უშვებ, მეგობრებო. ხო. გახსენით გულის კარები. გააღეთ ეს გულის კარები, მეგობრებო. არ ჩაკეტოთ.
არ ჩაიკეტოთ. გახსენით. მერე რა რო შეცდით, ვინ არ შემცდა რა, მერე რა რო გიყვარდათ, ხო არ გძულდათ, კაცო, გიყვარდათ. იამაყით იმით, რომ გიყვარდათ. და არა გძულდათ, გიყვარდათ. სიყვარულის გამო თავის მოკლა არ ღირს. საკუთარი თავი შეიყვარეთ სხვაზე მეტად. აი ის სიკეთე დამიბრუნოს უფალმა, რამდენიც მე თქვენთვის კარგი მინდა მეგობრებო. არასოდეს არ გაეკიდოთ არავის, არასოდეს არ მიანიჭოთ დიდი უპირატესობა არავის. გამორიცხეთ მეგობრებო. ვინც არ უნდა იყვეს. ვინც არ უნდა იყვეს. არავის არ მიანიჭოთ დიდი უპირატესობა საკუთარი თავის გარდა. აი მინდა კატო მინდა პასუხი გაქცე. ჩემო კარგო. აი ეხლა ვთქვი ზუსტად მაგი, დასანგრევი დაინგრევა. მერე რა რო ჯვარდაწერილები ხართ, მეც ვიყავი ჯვარდაწერილი ქმართან, მაგრამ მერე რა რო ვიყავი. მერე რა რო ხართ ჯვარდაწერილი. არავის არ გაეკიდოთ, მეგობრებო. ჯვარდაწერილი იყავით, თუ გინდა და ხელმოწერილები იყავით. წასასვლელი თუა და წასვლა თუნდა გაუშვით. არ გაეკიდოთ არავის. მე არ გავეკიდე, მაგრამ გადასწარებად ვარ. მერე რა რო შვილები ყავს, მერე რა რო ქმარი იყო და მერე რა რო ოჯახი გქონდა და მერე რა რო და რა რო მეგობრებო. მთელი ცხოვრება რო ხალხი ერთად ცხოვრობს, ცოლ-ქმარი, ხო ისინი ინგრევა და რა ვქნათ ახლა, ხომ არ მეტყვით. მოვიკლათ უნდა ამისთვის თავი და ოჯახი მენგრევა და რა ვქნათ ახლა თუ გენგრევათ. მეგობრებო, დასანგრევი დაინგრევა მაინც. ასე რომ არ ინერვიულოთ. ნუ რა ვქნათ. შვილი დამეღუპა მეგობრებო და ჩემშვის ვერ გავეკიდე საფლავში. არავის არ გაეკიდოთ. არავის არ გაეკიდოთ. ხა. არავის. დამიჯერეთ. ესე ჯობია. გავაგზელებ ჩემო ძვირფასებო. ეხლა პირდაპირ გადავალ ჩვენ სასურველ თემაზე. გაიხარე ჩემო კარგო. ვერ გაუძლებ, ძალიან კარგათაც გაუძლებ. შვილებს გადახედე, ჩემო კარგო, შვილებს. შვილებს გადახედე. და შვილებზე გადაიტანე ის სიყვარული და საკუთარ თავს მიუძღვენი ის სიყვარული. არავის არ გაეკიდო. გადასარევად გაუძლებ. გაიხარე ჩემო კარგო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, არ დავიწყებ ახლა თქვენი პარტნიორის აღწერას. არა საჭირო დღეს. დღეს მინდა ვისაუბროთ ცვლილებებზე, იმ ცვლილებებზე, რაც ცვლილებებიც ჩემო ძვირფასებო, უყურეთ ეს რაღაცას გეტყვი კატო. გაგცემ კატო პასუხს. ათი წლის ოჯახი კი არა 20 წლის და 30 წლის ოჯახები ინგრევა მეგობრებო. არავინ არავის არ აშორებს. დასაშორებელი იყო და უბრალოდ ვიღაცა მაინც ჩაირეოდა. ის რაც თქვენთან აღარ მუშაობს მეგობრებო, ამ შემთხვევაში ზოგი ჩაირევა და ზოგი თავისით წავა ეხლა. ამას არ გაეკიდოთ. დასანგრევი იყო და დაინგრა, ასე დაინგრა თუ ისე დაინგრა, სიჩარევით იყო თუ არ ჩარევით იყო დაინგრა. დასანგრევი იყო და იმიტომ ინგრევა მეგობრებო. რო არ იყოს ვერც ვერავინ ჩაირეოდა, იცოდეთ. ხო. რა თქმა უნდა.
ზუსტად წასასვლელი წავა. მოკლედ, ჩემო ძვირფასება. ზუსტად life is love როგორ ხარ? მეგობრებო, თქვენ რომ მე ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ჩემო ძვირფასება. თქვენ რომ მე ჩემი ისტორია მოგიყვეთ, თმები ყალხზე დაგიდგებათ, არა და იმის იქეთ გაგძვრებათ, გაგცვინდებათ მეგობრებო. უღრმესი მადლობა ჩემო ლამაზო. უღრმესი მადლობა. ხო. თქვენ რომ ჩემი ისტორია მოგიყვეთ, თმები კი არ ყალზე კი არ დაგიდგებათ, გაგცვინდებათ სიმწრიდან. ასე რომ არავის არ გაიგიდოთ. ვინც მე მიცნობს, ძალიან კარგად იცის. ხო, ბევრი მიცნობს აქ სხვათა შორის. რო იცოდეთ ისე. ხო. თქვენ რო იცოდეთ, აუცილებლად, აბარა. დაიკოდეთ გეხვეწებით. რაიო, დაიკოდეთ გეხვეწებითო. დაიკიდეთო. ხო, რა თქმა უნდა, მკიდია. ყველა უნდა დაიკიდოთ მეგობრებო. გაუშვით, კაცო. წასასვლელია, წავიდეს, გაუშვით. ზუსტად, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. წამსვლელი ყოველთვის წავა. და როცა არაა წამსვლელი ადამიანი, თქვენი ადამიანი, თქვენს ადამიანთან მეგობრებო, სხვა ვერ გაბედავს, ვერც წართმევას და ვერც წამორთმევას. 8 ჯერ, რამდენჯერ 8 ჯერ? ხო, ნავარია 8 ჯერ, ზუსტად. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, აბა ეხლა დაუსვით სამყაროს ესეთი შეკითხვა. რა ცვლილებების წინაშე ვდგავართ? ესეთი თემაა დღევანდელი ჩვენი თემა. არანაირი პარტნიორი, დღეს პარტნიორებზე გაფიცვა. ზუსტად. ზუსტად მეგობრებო, ზუსტად. ესეა. რა ცვლილებების წინ დგევართ? ჩემო ძვირფასებო. მინდა ერთი რაღაც გამცნობოთ მეგობრებო. შიმშილობა. გაფიცვები. life is love, მუშაობა დავიწყე. აქ დეგრადირებული სხვანაირ ფორმაშია. ანუ ამ დასტაში დეგრადირებული იმფერი დაჯღანული არაა იქ როა იმაში. კი მეგობრებო, მუშაობა დავიწყე ერთი კვირა. კი ბატონო, ვარ ბაბუასთან, არა ჩვეულებრივად. ვეძებე ბაბუა და როგორცაც ვეძებდი, ისეთი ვნახე. კი. აი ესე. ამად ღირდა ლოდინი. ხო, ამის თქმა მინდა. ამად ღირდა ლოდინი. ჯოჯოხეთი ხო გავიარე? ამად ღირდა. უფალს მადლობა ზუსტად. რა აბა, გადავედი, აბა ერთი კვირა. კი. გადავედი კი. ერთი კვირა უკვე გადავედი. გაიხარეთ მეგობრებო. ყველა ვიმსახურებთ, უბრალოდ ჩვენი დრო გვაქვს. ვიცი რომ იცოდი, life is love, ვიცი რომ გაგიხარდებოდათ მეგობრებო, აი ხო გეუბნებით, რამდენიც მე თქვენთვის კარგი მინდა ის სიკეთე უბალმა მე დამიბრუნოს უკან. ასევე თქვენ სულ წარმატებებით გევლოთ მთელი ცხოვრება. მოკლედ დავიწყოთ რა ცვლილებების წინ გახართ და დასვენების წინ გახართ. უღრმესი მადლობა, life is love, უღრმესი მადლობა. რა ცვლილებების და დასვენების წინ გახართ მეგობრებო. რომანტიკის წინ გახართ, მშვიდობის წინ გახართ უკვე საზოგადოებრივი. აი სამყარო რაღაცით დაგაჯილდოვებთ, რაღაცით წაგახალისებთ. რის წინ გახართ და რა თქმა უნდა ერთი კარი იხურება და მეორე იღება. ზუსტად, user. აი ზუსტად.
გავაგრძელებ მეგობრებო. ესე იგი ჩვენი დღევანდელი თემა რა ცვლილებების წინ ვდგევართ და არის ის რომ პირველი კარტი, პირველი ბარათი რაც არის არა ეს აქ უნდა დავდო, ეს აქ უნდა იყოს ესე დღევანდელი ჩვენი ერთი წუთით მეგობრებო. ერთი წუთით სანთელი, კარგია, მაგრამ აქეთ მინდა გამოვაჩოჩო რომ აქ ხელი არ შემიშალოს ერთი წუთით. აი ეს ორი კარტი მინდა რომ აქ ეს ხო და ნახეთ ახლა რა ხდება. წახალისება სამყაროდან, აი სამყარო დაგიფასებთ იმას, რაც გაიარეთ. ეს შეიძლება იყოს რომანტიული საღამო, ეს შეიძლება იყოს პიკნიკი, საზოგადოებრივი წახალისება, აი დასვენება, ამდენი შრომის, ომის, ბრძოლის მერე ამოისუნთქებთ რო იტყვიან. არასოდეს არ ვიმუშავებ ბებიასთან. ხო. აი ასე. მეგობრებო, ნახეთ თქვენ ცხოვრება აი უბრალოდ ახლა ესე მინდა გაჩვენოთ. ნახეთ? ხო, თქვენთან შემოდის, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, პასუხისმგებლიანი ადამიანი. ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი წილი ფინანსები, ადამიანი, რომელიც თქვენსკენ იხედება და ადამიანი, რომელიც დაგპატიჟებთ, მიგიწვევთ სადღაც. ადამიანი არის ძალიან პრაქტიკული და თქვენც ამ ადამიანთან ძალიან პრაქტიკულად იგრძნობთ თავს. ძალიან შებოჭილი არ იქნებით. ხო, ეს ადამიანი მოგიგვარებთ, თეთა, რაღა ვქნა კაცო. ნახეთ, მეგობრებო. იმ დღეს მალე გავედი Life is Love, იმიტომ რომ გავითიშე, დამეძინა. მოკლედ მოგიყვები მე ერთი ორო მტრიალი გავიარე. მეგობრებო, ჯოჯოხეთი გავიარე ის დღეები, რაც თქვენთან არ ვიყავი. ხო. რაც მე თქვენთან ლაივში არ ვიყავი, ის დღეები მე ჯოჯოხეთი გავიარე. ვიცი, ჩემო კარგო, არაუშავს. რაც თავარია, ყველაფერი ლაგდება. ხო. ეს ის იქნება, რასაც ელოდებოდით. ნახეთ, უბრალოდ როგორ საუბრობს კარტი. ეს ის იქნება, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდით. აი რაღაც გინდოდათ ისეთი სურვილი, რაც თქვენ ან ბავშვობაში ჩაიფიქრეთ, ან იცით როგორი სურვილია, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელთანაც ბავშვით იგრძნობ თავს. ეს შეიძლება იყოს სიტუაცია, რაც ბავშვობაში დაგაბრუნებს. აი ისეთად იგრძნობთ თავს, მეგობრებო, რომ იტყვით, რომ აი ბავშვით იგრძნობთ თავს. მოდი ასე ვიტყვი. ისეთ სიტუაციაში იქნებით რაღაცას უახლოეს მომავალში. აი ისეთი ცვლილებები იქნება თქვენ ცხოვრებაში ამ მამაკაცის შემოსვლით. ხო, აი არ ვიცი. ეს ადამიანი შეიძლება იყოს რაღაც ფორმიანი და ეს შეიძლება იყოს რაღაც პასუხისმგებლიანი შეიძლება იყოს ადვოკატი, მეცნიერი, ეს შეიძლება ნასწავლი პიროვნება იყოს. ამ ადამიანს შეიძლება კიდევაც კონდეს თავისი წილი ბიზნესი, აი ხო გეუბნებით, ფინანსები ექნება ნამდვილად რაღაც თავისი წილი, ნაშრომი ამ ადამიანს ექნება. ამ ადამიანს შეიძლება კიდევ წარსულში ყავდეს ოჯახი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ყავდა ცოლი და ყავს შვილები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული და აგრძელებს ამ სიტუაციას. ხო, შეიძლება ესეც იმას ნიშნავდეს, რომ ყავდეს ორი შვილი, მეგობრებო, გოგო და ბიჭი. ნუ ეხა ვისთან რა, ნუ გავეკიდებით ამ ყველაფერს. კაბიანი თუ შაბლიანი. ან შეიძლება ერთი წავდეს და შეიძლება ორი წავდეს, ეხა ვისთან როგორ. ხო, ეს ადამიანი კიდევ მეგობრებო იქნება ძალიან აქტიური, ძალიან თავდადებული პიროვნება, ძალიან ძლიერი, მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული რო იტყვიან და ადამიანი იქნება ლიდერი. ადამიანი იქნება ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი რო იტყვიან. ხო, თუმცა თავისი სიტყვის ბატონ პატრონი, რასაც იტყვის, იმას არ გადავა. იცოდეთ. ხო. სადაც საჭიროა ხმლებსაც იქნებს და სადაც საჭიროა კიდევ გამოიჩენს ისეთ სიტუაციებს. ხო, კიდევ რისი თქმა მინდა. იმპერატორები ზოგადად ისეთები არიან, რომ იმპერატორები ზოგადად მეგობრებო არ გაჩვენებენ კიდევ ეს ადამიანი. აი ნახეთ ეხლა უბრალოდ. აი ერთად ხართ მეგობრებო. აი ნახეთ ეხლა, აი რა ვთქვა, ნახეთ?
ფასების დედოფალი და იმპერატორი. თქვენ იქნებით ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ისეთი და ეს ადამიანი იქნება ძალიან იმპერატორი არ დაგანახებს სითბოს, არ დაგანახებს სიყვარულს, ეხლა არ გამიბრაზდეთ, ამფერი არ მინდაო, არ მითხრათ. გეტყვით ეხლა რატომ უნდა გინდოდეთ ესეთი ადამიანი? ხო, ამასაც გეტყვით. ახლა იმას თუ მეტყვით ამფერი არ მინდაო, ამფერი გურულების ენაზე, მე გეტყვით რატომ უნდა გინდოდეთ ესეთი ადამიანი. ახლავე გეტყვით მეგობრებო, უბრალოდ დავასრულებ ეხლა რასაც ვამბობდი. ხო, მოკლედ, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხართ, თქვენ ძალიან საყვარელი, ძალიან დიდ პატივს გცემთ ეს ადამიანი, ძალიან სათაყვანებელი პიროვნება იქნებით მისთვის. ეს ამ ადამიანთან იქნებით, ამ ადამიანს ექნება სურვილი, რომ თქვენ იყოთ მისი ოჯახის წევრი, მისი შვილების დედა იყოთ, თუ კი შესაძლებლობა იქნება ამის. თავდადებული დედა, ხო, ანუ დედა და კიდევ ამ ადამიანს ენდომება ის, რომ თქვენ იყოთ ყველაფერი მის ოჯახში. განკარგულება იქნება თუ ქალის პოზიცია, დედის პოზიცია, ცოლის პოზიცია, საყვარელი ადამიანის პოზიცია, ანუ ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ. ხო. ხო და ეს ადამიანი ამბობს რომ მე ვიქნები მომტანი და შემომტანი და შენ იყავი ქალი ოჯახში. ანუ ესეთი სიტუაცია ენდომება ამ ადამიანს. აი და თან ნახეთ, ხო გითხარით რასაც იტყვის, ის მას უნდა რომ ზუსტად ისე იყოს. ცოტა სიტყვის პატრონია, ანუ თვითონ რო იტყვის, ისე უნდა იყოს. ხო. ეხლა თუ კი ვინმე იტყვით იმას, რომ მე არ მინდა ასეთი ადამიანი, რომელიც არ დამანახებს გრძნობებს, არ დამანახებს სიყვარულს, ენას ვერ დააცდენიებ, რომ გულში ცეცხლი უნდია და ცეცხლი ეკიდება შიგნიდან და რა თქმა ამ პერიოდში იტყვით, ხო, მეგობრებო? მე გეტყვით ეხლა ერთს, რატომ უნდა გინდოდეთ? ესეთი ადამიანი, რო იცოდეთ, უფრო გამოგადგებათ ოჯახში. ესეთი ადამიანი უფრო შეგარგებთ ცხოვრებას და გეტყვით ეხლა რა ხდება. ადამიანი, რომელიც არის მაგალითად თუნდაც კრέφტების მეფე, თუნდაც ადამიანი, რომელიც ემოციაზე წამოგაგებთ, ემოციაზე აგებული ურთიერთობა, აი ემოციაზე შექმნილი ოჯახი შორს ვერ მიდის. ხო, ეს ადამიანი ის არ იქნება, ვინც ამ ემოციის კაჩელიებს მოგიწყობთ, კარუსელს მოგიწყობთ, არა. ეს ადამიანი იქნება თავისი სიტყვის ადამიანი, სიტყვის პატრონი, რასაც იტყვის, იმას გააკეთებს. ეხლა თუ არ დაგანახებთ სიყვარულს და ენით არ იტყვის, საქციელით დაგანახებთ, მეგობრებო. მე მგონი სხვაობა არის. ხო, ამერიკანსკი გორიე რო იტყვიან რუსები, ესეთი პარტნიორი არ გინდოდეთ. დღეს უყარხარ, ხვალ დაახვევს და საგაქრება ვინიცის უსასრულობაში რაღაცა ისე წავა, რომ ამერიკულად წავა, არ დაგიბარებს, არ გეტყვის, ვერ მიხვდებით რა უნდა, ვერ ხვდებით საერთოდ რას აკეთებს, გამოშტერდებით. არა, ეს ადამიანი ესეთი არ იქნება. ეს ადამიანი იქნება დინჯი, ეს ადამიანი იქნება ძალიან ისეთი ხო შეიძლება იყოს ასაკში სხვაობაც ამ ადამიანთან, თუმცა შეიძლება იყოს ასაკით პატარაც, მაგრამ მე ვფიქრობ უფრო რომ ცოტა ისეთი დინჯი ადამიანი იქნება და დინჯი ადამიანები ყოველთვის ასაკს მაჩვენებს, ასაკს. თქვენთან შედარებით უფრო შეიძლება იყოს ასაკოვანი. ნუ ვისთან როგორ ხა მეგობრებო? შეიძლება არც იყოს ასაკოვანი, მაგრამ გონებრივად იყოს აი დაღვინებული, ჩამჯდარი, მოწესრიგებული, უკვე ცხოვრება გავლილი ადამიანი, კი, პასუხისმგებლიანი. ესეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს მე ეს ბარათი. ამ ადამიანთან თქვენც იქნებით გაწონასწორებული, მე ასე ვფიქრობ. კი. რაც სრულილებების წინაშე გახართ მეგობრებო, ამ ადამიანს ელოდეთ. ამის წინ გეხართ, ამას ვერაუვლით გვერდს იცოდეთ. ამ ადამიანს თქვენ გვერდს ვერაუვლით. ხო, დასრულდება თქვენი გულის ტკივილი. თქვენ მიდიხართ იმ სიტუაციიდან, რაშიც ხართ გულგატეხილი, დამორცხებული, წარუმატებლები და უკეთესობისკენ მიდიხართ. ნახეთ, ამ თქვენი პაუზებიდან გამოდიხართ და მიდიხართ იმ გაუგებრობიდან, რაშიც ხართ ეხლა. კიდევ
მე აქ მაჩვენებს მამაკაც წარსულიდან, რომელთანაც გააქვთ რაღაც გაუგებრობა. ეს იყო ცუდი კავშირი, ეს იყო უბალანსო ურთიერთობა, სადაც ბალანსი არ იყო, ადამიანი, რომელიც არის ეგოისტი. ხო, ადამიანი მოჩვენებითი და ადამიანმა დაგპირდათ რაღაცები და მოჩვენებითი არ გისრულად ის, რაც თქვენს გულს და სულს უნდა, რაც თქვენ გეკადრებოდათ და რაც თქვენ ხო გჭირდებოდათ. ამ ადამიანიდან განთავისუფლება გელოდებათ, მეგობრებო, ნახეთ, თავისუფლება. ამ ადამიანიდან განთავისუფლება გელოდებათ, წასვლა და ამ ყოლაფრის დასასრული, ამ უსასრულობის, ამ არასრულყოფილების, არასრულფასოვანი ურთიერთობის დასასრული. ანუ აქედან გადიხართ. ხო. გადიხართ, მეგობრებო, ამ გაუბედურებული, აი ამ განაწყენებული, ამ ჩამომხობილი, დეგრადირებული სიტუაციიდან გადიხართ. ხო. ეს არის ბალანსის კარტი, ბალანსი და თქვენი სიტუაცია, თქვენი ცხოვრება შედის ბალანსში. თქვენი სიტუაცია, თქვენ გადადიხართ ბალანსში. მოკლედ, თქვენი სიტუაცია იცვლება უკეთესობისკენ. რა ცვლილებების წინ გეხართ? რა ცვლილებების წინ გეხართ? რა არის ის, რის წინაც დგახართ? აი მეგობრებო, ოჯახი. ოჯახი, აი რა ვქნა, ოჯახი. ვაიმე, რა მაგარია. ოჯახი, ოჯახი, ოჯახი. აი მეგობრებო, გავგიჟდი. არ ვიცი, სასწაული. რა ცვლილებების წინაშე დგეხართ, მეგობრებო? რას ნატრულობდით, რას ოცნებობდით, ვიზე ოცნებობდით, რასაც ოცნებობდით, რასაც ნატრულობდით, რაზეც ფიქრობდით, ზუსტად ის მოხდება. ოჯახი გინდოდათ? იმ ადამიანთან, ვისთანაც გინდოდათ, გექნებათ ოჯახი. სასწაული, გამაჟრიალა. ეს იქნება მოულოდნელი თქვენთვის. ეს ადამიანი მოულოდნელად ესე წინ დაგიდგებათ, დაგეხატებათ. აი არ ვიცი და ესე გეტყვით. ცოლად გამომყევი, ცოლად მინდებ ხარ, შენთან ოჯახი მინდა, შენთან სიყვარული მინდა, შენთან ნიშნობა მინდა, ბედნიერება მინდა, ოცნება მინდა, მე მინდა რომ ამ ურთიერთობაზე ვიმუშაო, მინდა რომ შედეგები მალე დავინახო. სასწაული, მეგობრებო. რა მაგარია, ოჯახი. ის ოჯახი, რაზეც ოცნებობდით. ეს ადამიანი უეცრად დაგეხატებათ. ტუზივით დაგეცემათ, მეგობრებო. ამ ადამიანის გამოჩენა აი ზუსტად არის თქვენი ოცნებების ახდენის ტოლფასი, ოჯახის სრული პაკეტით. ვის გინდოდათ? აბატონო, ვისაც გინდოდათ? გინდოდათ ოჯახი? აბატონო, ოჯახის შექმნა, ოცნებების ასრულება, მოულოდნელობებით სავსე ცვლილებები, რის წინაშეც დგეხართ, რასაც გვერდს ვერ აუვლით, მეგობრებო. რასაც გვერდს ვერ აუვლით. აი ჩვენი დღევანდელი თემა. ხა, თქვენი ცხოვრების კიდევ ერთი შანსი და გულის კარები უნდა გააღოთ, მეგობრებო. მერი. საღამო მშვიდობის მოგესალმები, ჩემო კარგო, უფალმა დალოცვილი გამყოფოთ ყოველთვის. და თუ კი რაიმე მithქვია, მეგობრებო, ვისთვის რა მithქვია, ყოველასთვის სასიკეთოდ ასრულებული იყოს ყველაფერი. ძალიან მიხარია, გაიხარე, ჩემო კარგო. ძალიან მიხარია, მეგობრებო, ყველა თითოეული თქვენთაგანის ბედნიერება. აი ვიტყვი, ვამბობდა, მithქვია, ვამბობდა, კიდევაც ბევრჯერ გავიმეორებ. რაც მე მინდოდეს თქვენთვის, იმ სიკეთით მაცხოვროს უფალმა მეც. აი მე ისე მიხარია თქვენი ეს ახლა მე რასაც ვხედავ აქ, ეს არის სასწაული. რაც გელოდებათ თქვენ არ გეგონოთ, რომ ამას გვერდს აუვლით. თქვენ ამას გვერდს ვერ აუვლით. ვერ აუვლით. ხო, გამორიცხულია. თქვენს ირგვლივ ატყდება ჭორიკნობა, ჭორები, ენის მიტანები. აიმე ზოგი იტყვის, ეს რა დაემართაო, ეს რა ბედნიერება დაემართაო. შურიანები, ბოღმიანები, მეგობრებო, იცოდე?
იცოდეთ, გაუფრთხილდით თქვენ წილ ბედნიერებას. არავისთან არაფერი არ თქვათ მეგობრებო. ხო. ყველა ადამიანი თქვენი ბედნიერებით. თქვენ არაფერი არ თქვათ არავისთან და თქვენს ბედნიერებას როდესაც გაიგებენ, აი მაშინ გამოყოფს ყველა манипуляტორი და თაღლითი ფეხს. მაშინ გამოყოფს ფეხს. მაშინ დაბრუნდება წარსულიდან ადამიანი ზუსტად. იცოდეთ ეს? კი. ესეც იცოდეთ, კი. დაგიწყებენ ადამიანები პირფერობას, აფერისტობას. ვაიმე რა მაგარია, არ გეგონოთ რომ ყველას გაუხარდება თქვენი სიკეთე. ბევრს არ გაუხარდება, იცოდეთ. და ისე არ გააკეთოთ რომ ეს შანსი თვალის გამო დაკარგოთ. მეგობრებო, გაუფრთხილდით, ხო, გაუფრთხილდით თქვენს წილ ბედნიერებას. ზუსტად, ვაიმე რა, აბა რა, ესეა მეგობრებო, ეს რა ბედნიერება დაემართაო, ზუსტად. კიდევ გავაგრძელებ, რა ცვლილებების წინ გეხართ მეგობრებო. რა არის ის, რა ცვლილებების წინ გახართ? რაც არის. როგორია? წარსულით დავიწყება და ახალი დროის დაწყება. ახალისთვის მომზადება. დრო ყველაფერს დაალაგებს მეგობრებო, დროს მიეცით დრო და დრო ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. არ იჩქაროთ არაფერი, არაფერზე არ ინერვიულოთ, არაფერზე არ იჩქაროთ, არაფერზე არ იღელოთ. მიყევით ამ ცხოვრებას ისევე როგორც ეხლა მიყვებით, გაყევით, კონფლიქტებში არ შეხვიდეთ. საკუთარი თავის სასარგებლოდ, ამიტომ ეცადეთ კონფლიქტებში არ შეხვიდეთ, ხო? სუდი არ იფიქროთ. შეიძლება თქვენს ფიქრსაც მეგობრებო, ძალა კონდეს, ანუ რასაც ფიქრობთ, შეიძლება იგიც ხდებოდეს, ამიტომ კარგი გაიფიქრეთ ყოველთვის. ხო, თუნდაც სპეციალურად იმდენად უკვე დაამუშავოთ, თუნდა ეს საკუთარ თავთან, მე მექნება კარგი ცხოვრება, მე მაქვს და მექნება კარგი ცხოვრება, მე მყავს და მეყოლება კარგი ოჯახი, მე მაქვს და მექნება კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი, აი ის რაც მე მინდა. მაქვს და მექნება ყველაფერი კარგი, მაქვს ყველაფერი და მექნება ყველაფერი კარგი, მეგობრებო. ანუ ხო ხვდებით? ხო, ამას რამდენიმეჯერ ამ აფირმაციას რო გააკეთებთ მეგობრებო, ხო? და აი უფალს კიდე მადლობას რო ეტყვით იმისთვის, რაც მაქვს, მადლობა უფალს იმისთვის, რაც მაქვს, მადლობა იმისთვის, რაც გავიარე, მადლობა იმისთვის, რომ გავიარე და ფეხზე ვდგავარ მაინც, რომ არ გავბოროტებულ ვარ, რომ ცუდი არ ჩამიდენია, რომ მაინც მყარად ვდგავარ ფეხზე, რომ ჯამრთელი ვარ, რომ შემიძლია, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მეგობრებო, ამ ყველაფერს რომ საკუთარ თავთან გაიმეორებთ და ამ აფირმაციით საკუთარ თავს შემოუძახებთ, ხო? იქვე შეიცვლება თქვენი ცხოვრება. არავითარ შემთხვევაში არ გაეხვეთ რა ვთქვი წეღან კონფლიქტში. სადაც კონფლიქტია, თქვენ იქ არ უნდა იყოთ, იცოდეთ მეგობრებო, იმიტომ რომ ეს თქვენს ენერგეტიკულობაზე ძალიან მოქმედებს. ხო. ძალიან უნდა იცოდოთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. აი, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება როგორ ხა უკეთესობისკენ. ეხა მეტყვის ზოგი, ვაიმე როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, როცა ფული არ მაქვს, როცა საშუალება არ მაქვს, როცა სამსახური არ მაქვს. აი, თქვენი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ იცვლება საკუთარი თავიდან მეგობრებო. და ეხლა გეტყვით. თუ ხალისი არ გაქვთ, თუ სიცოცხლე არ გინდათ და ხართ ოთახში გამოკეტილი და კიდე წუწუნებთ, ჯანმრთელობა ხო გაქვთ, ხო შეგიძლიათ ფეხზე დგომა, სიარული ხო შეგიძლიათ, გარეთ რო გახვიდეთ, ისიც ხო შეგიძლიათ, კარი გარედან ვინმე ხო არ ჩაგიკეტათ მეგობრებო, გადით გარეთ, გადით ბუნებაში, გადით ზღვის პირას, მთის პირას, ტყის პირას, გადით სადმე დაჯექით, ბალახს მოკიდეთ ხელი, მიწას მოკიდეთ ხელი, ხეს მოკიდეთ ხელი, ან წყალში ხელი, თუნდაც გამდინარე წყალში ხელი ჩაყევით მეგობრებო. სამყაროდან, ბუნებიდან ყველანაირი რესურსის აღება შეიძლება. ხო, იცოდეთ. გადით გარეთ. აქედან დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, სუფთა ჰაერის ჩასუნდვის უფლება მიეცით საკუთარ თავს, რომ ტვინს მიაწოდოთ ჟანგბადი.
აბატონო, შეიტანეთ ცვლილებები საკუთარ თავში. ვისაც შეგიძლიათ შეიცვალეთ იმიჯი, შეიცვალეთ გარემო, შეცვალეთ სიტუაცია. ცუდზე ფიქრობდით? ეხლა კარგზე იფიქრეთ. ხო. დღეს ეხლა მოვიყვან სასწაულ მაგალითს. დღეს ინში თუ დადიოდით, ხვალ ლიდლში წადით, ან პამში წადით, ან სადმე ოუშენში წადით. ხა, სავაჭრო ცენტრში წადით. აი რა ვთქვა? შეცვალეთ სიტუაცია, მეგობრებო. ხო, ავტობუსით თუ დადიოდით, ეხლა ფეხით გაიარეთ, ან პირიქით ფეხით თუ დადიოდით, ავტობუსით გაიარეთ. აი რაღაც შეცვალეთ სიტუაცია. მაინც მოგიწევთ იცოდეთ. აი ამ ყველაფრის შეცვლა მაინც მოგიწევთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოგივათ. გაიძულებთ სამყარო მაინც, მეგობრებო. აი ნახეთ, ამ ყველაფერს რასაც ეხლა ვამბობდი, რომ გააკეთებთ. აი ნახეთ, იქნებ იქ შეხვდეთ თქვენს მომავალ საბედოს. იქნებ თქვენ შეხვდეთ იქ თქვენს მეგობარს, ამ ხანაკს, დაქალს, ახალ ადამიანს, რომელიც იქნება თქვენი წინამძღოლი, ან თქვენი მთელი ცხოვრების მეგობარი, ან თქვენი ცხოვრების მეგზური, რაც გინდათ ის და არ ქვით, მეგობრებო. ადამიანს შეხვდებით ისეც, რომელიც იქნება ზუსტად თქვენნაირი. ხო. აბატონო. გარეთ თუ არ გადით კიდე, სახლში არავინ არ მოგაკითხავთ. მოდი ახლა მე მინდა ვკითხო, რა გიშლით ხელს ზოგადად თქვენი მიზნების განხორციელებაში? მეგობრებო, ორი ტუზი, ერთი ტუზი, ორი ტუზი და შეტყობინება. შეიძლება რაღაცაზე იყოთ დამოკიდებული, რა გიშლით ხელს. ზოგთან იყოს შეიძლება პარტნიორი, არასტაბილურობა, შეიძლება პარტნიორი, რომელმაც დაგტოვათ იმ სიტუაციაში, რომ აი საკუთარი თავის მეგობრებო, წარსულის ადამიანმა თავის ეგოისტობით დაგტოვათ აი ზუსტად იმ პოზიციაზე, რაშიც ხართ ახლა. ხო. არასტაბილურობაში და თქვენ გონიათ რომ ყოველთვის ასე იქნება. შეიძლება ამასაც ფიქრობდით. ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ესეც, მაგრამ უყურეთ რას გეტყვით ახლა. ნუ რას უკაცრავად, მოგივათ წერილი, რაღაც შეტყობინებას მიიღებთ, ან რაღაც ამბავს გაიგებთ, ან შეიძლება რაღაცას ელოდებით. მე არ ვიცი ხა ვინ რას ელოდებით. ყველამ თქვენი სიტუაცია აიღეთ. ვინ SMS ელოდებით, ვინ პასუხს ელოდებით, ვინ რაღაცას ელოდებით, ვინ ახალის დაწყებას ელოდებით. მოკლედ, მეგობრებო, რისი თქმა მინდა? რაღაცას მიიღებთ, ახალ ამბავს, უეცრად მიღებულ ამბავს, რომელიც მოგცემთ мотивაციას, რომელიც მოგცემთ სტიმულს. შეიძლება იყოს ფინანსებიც, წამოვიდეს ფინანსებიც და რაღაც ახალ საქმიანობას მოკიდოთ ხელი. თუ კი ფიქრობთ რაიმეს წამოწყებას, აუცილებლად დაიწყეთ. ხო, თუ კი რაიმე მხედველობაში გქონდათ. ხო. სირთულეების და სიძნელეების არ შეგეშინდეთ. თქვენ ყველაფერს გადალახავთ. ხო. ყველაფერს გადალახავთ, მეგობრებო, ასე რომ თუ კი რაიმეს დაწყება გინდათ, დაიწყეთ. ან თუ კი რაიმეს ელოდებით, თქვენ ამ ყველაფერს აუცილებლად მიიღებთ და ამ რაღაცის მიღება აუცილებლად შეგიცვლით სიტუაციას. შეიძლება ფინანსები შემოგივიდეთ ამ რაღაცის შეცვლით და ამ რაღაცის დაწყებით თქვენ აუცილებლად შემოგივათ ფინანსები. ხო. მოკლედ, გავაგრძელებ, მეგობრებო.
გავაგზელებ მეგობრებო. კიდევ თვალი გაქვთ კი. აი არ ვიცი, მაპატიეთ ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ეს არის თვალის ბრალი. მამთქნარებს მეგობრებო. მამთქნარებს, ამიტომ ეს არის თვალი. რა ცვლილებები მოდის კიდევ თქვენთან? აი ეს ჩავაბრუნე. ეს ჩავაბრუნე და მაინც ამოვიდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც თქვენი შურს. ეს არის ადამიანი, რომელიც იბოღმება თქვენს მიმართ. ხვარძლიანი, შურიანი ადამიანი, რომელიც თქვენს სიკეთეზე ღიზიანდება. მეგობრებო, ვის გყავთ ესეთი ირგვლივ? იქნებ არ იცით, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს ბევრი შემთხვევაში შეიძლება იყოს ქალბატონი. რა უნდა ამ ადამიანს? ადამიანი, რომელიც შურიანობით სკდება თქვენი ცხოვრების, ადამიანი, რომელმაც შეიძლება თვალი, ამ ადამიანის თვალი გცემდეთ მეგობრებო. ნახეთ, იმიტომ არ მიგდით სასიყვარულო ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა, ამ ადამიანის გამო არ მიგდით. იცოდეთ, რომ ამის ბრალია თქვენი პირადი ცხოვრების გაუარესება. რა უნდა ამ ადამიანს? ხო, მეგობრებო. ხო. აი ნახეთ, თქვენ გონზე ვერ მოდიოდით, ან შეიძლებაც ეხლაც არ გჯეროდეთ, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ამ ადამიანს ძალიან შურს თქვენი, ჩემო ძვირფასებო. ან შეიძლება წარსულში გყავდათ ესეთი ადამიანი, ან ეხლაც გყავთ ესეთი ადამიანი, ვისთან როგორ და ვისთან როგორ მეგობრებო. თუ გავნებთ რაიმეს ეს გოგო, ეს ქალბატონი თუ ეს ადამიანი, თუ მოგაყენებთ რაიმე ზიანს, მაინტერესებს. თუ არის საშიში ეს ადამიანი, თუ უნდა ერიდოთ. როგორ გითვალთვალებთ? მეგობრებო, ერთი წუთით ჩავსვამ პაზლს. როგორ გითვალთვალებთ, თქვენ არ იცით. როგორ გითვალთვალებთ ეს ქალბატონი თუ ვინც არის? ხო, ნახეთ მეგობრებო, აი თქვენ ესეთები და ეს როგორ გითვალთვალებთ, როგორ შურით სკდება მეგობრებო. თქვენი წარმატებით სკდება შურზე. გჯება, გაგლეჯილა მეგობრებო, საწყალი. რა სიბოროტეა. უფრთხილდით ამ ადამიანს. ამ ადამიანთან უნდა გამოიჩინოთ დიპლომატია, ასე აწერია ბარათს მეგობრებო. ძალიან უნდა უფრთხილდეთ ამ ადამიანს. მე არ ვიცი ვინა, თუ ხვდებით. მოდი იქნებ აღწერო. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს აი როგორი სახის გამომეტყველება იცით? თითქოს და პასუხისმგებლიანი, თითქოს და ვაიმე ბაპატიეთ მეგობრებო, მოუკვდი პირი ამახჩა. აი არ ვიცი, სულ გათვალულები ხართ, ცრემლები მომდის ჩემო ძვირფასებო. ეს ადამიანი შეიძლება თითქოს და გაჩვენებდეთ იმას, რომ იყოს პასუხისმგებლიანი. კი, ეს შეიძლება იყოს ოჯახის ადამიანი, რამხრივ ახლა შეიძლება ყავდეს ოჯახი. მაგრამ იმდენად შურიანია მეგობრებო, იმდენად შურიანია, ხო, ეს ადამიანი ყველაფერს გატყუებთ. შეიძლება მის ნამდვილ სახეს გატყუებთ, რომ შეიძლება თითქოს და უხარია თქვენი ბედნიერება, მაგრამ არა. მე გეტყვით, რომ არა. არ შეცდეთ. არავის არ ენდოთ ჩემო ძვირფასებო. არავის არ ენდოთ. ხო. არ ენდოთ. მოკლედ მე რასაც ვხედავ აქ.
ის რასაც გვერდს ვერ აუვლით. ყველაფრის განოლება იმას ნიშნავს, რომ ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი ცხოვრების, ახალი ფურცლიდან, ნეგატივების გარეშე მეგობრებო, ქურუმი ქალი. ეს ხართ თქვენ. სულიერად მაღალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანები, იყურებთ ახლა. ასე რომ თქვენ ვიცი რომ არ გეშინიათ და არც არაფრის შიში ჩაიდოთ გულში. თქვენი ცხოვრება შეგიძლიათ ყოველთვის დაიწყოთ თავიდან. ის გამოცდილება, რაც გაიარეთ თქვენ, ეს არის ერთ-ერთი ჭკუის სასწავლი, გაკვეთილი თუ გამოცდილება, რამაც ქურუმ ადამიანებად გაქციათ. თქვენ ამ გზას გვერდს ვერ შეუვლიდით და ზოგადად თქვენი რაცა იმას ვერც ვერავი წაიღებს. მაგრამ ის რაც არ გკლავს გვაძლიერებსო ნათქვამია, ამიტომ მეგობრებო თქვენ ვერაფერი მოგერევათ. აი ნახეთ უბრალოდ რანაირი კომბინაცია. იმპერატორი ქალი, ქურუმი ქალი და ქურუმი მამაკაცი. რას ლაპარაკობთ მეგობრებო? აი ნახეთ. სასწაული, ხო დავაკვირდი კარts. ქურუმი მამაკაცი, ქურუმი ქალბატონი, იმპერატორი ქალი. სასწაულები ხართ უბრალოდ. თქვენ შეგიძლიათ ადამიანებს რჩევა დარიგებები მიცეთ. მოდი აქედან დავიწყებ. თქვენ შეგიძლიათ აი ესე პატარასთან პატარები იყოთ. თქვენ შეგიძლიათ ადამიანს მისცეთ რჩევა დარიგებები. გზა აჩვენოთ. პაკრავიწელს ტვენი. რუსულად ესე ითქმის. ქურუმი, ჭკვიანი, დინჯი. აი ქართულად როგორ ითქმის ეს სახელი? ეს სიტყვაც ამომივარდა თავიდან. მუდრიე არის ჭკვიანი, გონება მახვილი, სულიერად ძლიერი ადამიანი. აი უჭკვიანესი ადამიანები მიყურებთ მეგობრებო. უძლიერესები, უჭკვიანესები. აი რა ვიცი, რუსულად ითქმის მუდრიე, ბრძენი, აი ზუსტად. კი, life is love. მადლობა რომ მეხმარები ჩემო კარგო. ბრძენი, კი ბატონო. ბრძენი, ზუსტად ზედ გამოჭრილი ერთი სიტყვა და ბრძენი. აი ბრძენი ადამიანები ხართ. თქვენ ხართ სასწაულები, სულიერებასთან ახლოს, ადამიანობასთან ახლოს. თქვენ არ ხართ ის ადამიანები, რაიმეს ესე ზედაპირულად რო შეხედათ, ან გადაწყვიტათ, არა. სიღრმისეულად უკვირდებით ყველაფერს, უკვირდებით ადამიანების საქციელებს, ვინ რა დამოკიდებულებით არის თქვენთან, მაგრამ სიბოროტეს თქვენ სიბოროტით არ პასუხობთ. ამაშია საქმე. ხო. რა ცვლილებების წინ ვდგევართ? აი ეს სიკეთე, ეს სიბრძნე, რას მოგიტანთ? აი რას მოგიტანთ ეს სიბრძნე? თქვენ პირადად რას მოგიტანთ? რას მოგიტანთ ეს სიბრძნე? რამდენი უსამართლობა გაგივლიათ? რამდენი უარყოფითი სიტუაცია გაგივლიათ, რა ქარცეცხლი გაგივლიათ, რა გაუგებრობა გაგივლიათ, მეგობრებო, რა არის? რა დანაკარგები გაქვთ? ზოგი მეგობრის დანაკარგი, ნივთის დანაკარგი, ადამიანების დაკარგვა, გაიძვერობა, სიბოროტე, ჯოჯოხეთი გაქვთ გავლილი? აი რო იტყვიან მყარზე ვენოკიო, ეს გაქვთ გავლილი. აი ეს ყველა 1 2 3 4 5 6 7 კარტი.
7-ვე ჯოჯოხეთისა კომბინაციაში ერთად ყველა. გაგივლიათ კი მეგობრებო, გაგივლიათ. ოღონდ მართლა გაგივლიათ. გაგივლიათ. კიდევ და მაინც ამ უნებისყოფობიდან, ამ უძალობიდან, ამ ჯოჯოხეთიდან, ამ მართლაც ცეცხლიდან, ჯოჯოხეთის ცეცხლიდან ამოსასვლელად ძალიან ბევრი ევედრეთ უფალს. პრობლემები, დაცილება, ღალატი, აი ყველაფერი გაგივლიათ მეგობრებო. აი ბევრ სიცოცხლე არ გდომებიათ კი. ესეთი დროც გქონიათ. ყველანაირი ხერხის გამოყენება გინდოდათ ცუდის მხრივ, ალბათ და მერე ყველანაირი ხერხის გამოყენება მოგიწიათ, რომ ფეხზე დამდგარიყავით. ანუ მიხვდით ხო რაც ვთქვი? საღამო მშვიდობის მორიელ. ხო, რამდენადაც გიფიქრიათ ცუდზე, იმდენადაც მერე გიფიქრიათ რომ ამ სიტუაციიდან გამოსულიყავით, იმიტომ რომ აი რაღაც ისეთი მომხდარა თქვენ ცხოვრებაში, რომ რადგან უფალთან მიხვედით, რომ დახმარება გითხოვიათ, გულით და სულით, ხო? ხო იცით, უფალთან ზედაპირულად თხოვნა და ჰაერზე რაღაც გაიქნიო, ესე არ ხდება. იმ ზომამდე მიგიყვანათ უფალმა მეგობრებო, რომ აი მიგახვედრათ თქვენი თავისფასი და აი იქვე დაიჩოქეთ თქვენ, რომ აი ოღონდ აქედან გამოსულიყავით და ყველანაირი ხერხის გამოყენებით გაივლიდით ამ სიტუაციას. ოღონდ მარტო. თქვენ ახლა ხართ მარტო, თქვენ არავისთან ერთად არ იმყოფებით. ანუ თქვენ ურთიერთობაში არ ხართ. აი თავში რაც იყო, ითქვა, აღარ გინდათ. აღარ გინდათ. ხა, ბევრს აღარ გინდათ ურთიერთობა უკვე იმდენად თავისუფლებას შეეჩვიეთ, ხო, აღარ გინდათ. მე მაჩვენებს დასტარომ თქვენ აღარ გინდათ, მაგრამ იქ ისიც გვაჩვენა დასტებმა, რომ თქვენ გინდათ, არ გინდათ, ამას სამყარო აღარ გეკითხებათ. ხო, ეხლა თქვენ რადგან უკვე მიეჩვიეთ თქვენს თავისუფლებას, ანუ ხედავთ მეგობრებო, ისი თქმა მინდა, ეხლა უყურეთ, რას ვიტყვი ეხლა. იმას, რასაც ჩვენ მივსდევთ, იმას უფალი არ გვაძლევს. ხო, ის რაც ჩვენ გვინდა, იმას არ გვაძლევს და როცა გვინდა, მაშინ არ გვაძლევს. როცა საკუთარი თავის სიყვარულს ვისწავლით, ხო, მაშინ მოდის ჩვენთან ის, რაც გვინდოდა, მაგრამ იცით, როდის მოდის? როცა აღარ გვინდა. მაგაშია საქმე. მე მგონი თქვი. მე მგონი მოვიტანე ახსნა განმარტება. ხა. აი ხო აღარ გინდათ ეხლა? ეხლა მოდის. იმიტომ რომ აღარ გინდათ. იმიტომ რომ უკვე ისწავლეთ საკუთარი თავისფასი, უკვე ისწავლეთ თავისუფლება. ხა, ამიტომ აღარ გინდათ. ხა. ამიტომ გინდათ მარტოობა. მაგრამ ეხლა მარტოობა არ გამოგივათ, ნახეთ გადაწყვეტილების წინაშე. თქვენ კი გაქვთ გადაწყვეტილი მარტო ყოფნა, მაგრამ ნურას უკაცრავად. აი მანდ ვართ ზუსტად. ხა. აი მანდ ვართ. ნახეთ, ბედის ბორბალი საძტრიალებს ბოლოში. ნახეთ, ბედის ბორბალი ვისთან ტრიალებს ბოლოში. აი, ესეც მე ვარ. არა, აი, აგია იგი. ხა, აგია იგი. რაც აღარ გინდათ უკვე. ვინც აღარ გინდათ უკვე. ხა, რაც აღარ გაინტერესებთ უკვე. ხა. აგია იგი და მოდის მაშინ, რომ როცა თქვენ აღარ გინდათ, რატო არ პასუხობთ მარტო თქვენთვის ლაპარაკობთ?
მე აქ ვარ ჩემთვის ალაპარაკოთ და თქვენ მოსასმენად. პირადზე არაფერს არ ვამბობ. მე მგონია მიხვდეთ, უნდა რომ მე აქ კითხვებზე პასუხს არ ვაკეთებ. დავიღალე წერითო და რატო წერ მერე? ჩემთვის რომ ვლაპარაკობ, ნუ მომისმენ. ადამიანო. რა კატეგორიულები მოდიხართ აქ, ხალხნო, რა მოხდა? წერით დაიღალე? და ნუ ღარ დაწერ, ხო შეგიძლია? ხო. სასწაული თუ გინდოდეს. აი რა აღარ შევიძლია. მეგობრებო, მაპატიეთ, მომიტევეთ. ხო, აი, არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს. იცით რისი თქმა მინდა? მე აქ ყველას პასუხი რო გავცე, ხო? ლაივს ვერ ჩავატარებ. მხოლოდ შენ არ მისმენ. 45 ადამიანი მისმენს. რაღა მაინდა-მაინც მარტო შენ გაქვს პრეტენზია. ნუ მომისმენ, შენი არ მოსმენით მე არ დამაკლდება არაფერი. ნუ მაიძულებ ადამიანებო, რომ ცუდად აი ვისაუბრო. არ მაქვს ამის სურვილი და რატო გინდათ რომ ცუდად ვისაუბრო? საათ ნახევარია ვსაუბრობ და შენთვის ვარ უყურადღებო მაინდა-მაინც? შენ დამინახე უყურადღებობა? და გაიარე და წადი ასკროლე, კაცო. რა სიღბი ხელებს, ვერ გავიგე? სასწაული თუ გინდოდეს. ხო, არ ვიცი რა პასუხს ითხოვს საჯაროა. მილიონი ადამიანი მწერს აქ და მსგავსი არავისგან არ ყოფილა. რა იყო ერთი დღეს? სასწაული. აი, არა უშავს მეგობრებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, რასაც არ ელოდებით, მოვა ის, რასაც აქამდე ნატრულობდით, დრო იყო და ნატრულობდით. არ გისრულდებოდათ. ეხლა რო აღარ ნატრულობთ და რო აღარ გინდათ, მოვა ეხლა. აი ამის თქმა მინდა. ელოდეთ სიახლეებს, ელოდეთ ფორტუნას, ბედის ბორბალს, მოულოდნელ ამბებს, რომელსაც ელოდით და აქამდე არსად არ ჩანდა, მოდის მაშინ, როდესაც აღარ ელოდებით და აღარ გინდათ. ესია სამყაროში ყველაფერი. ხო, ესე ხდება მეგობრებო. ამიტომ მოულოდნელ საჩუქარს ელოდეთ. თავშიც იყო და ეხლაც ვიტყვი, სამყაროდან საჩუქარი, ის რაც დაიმსახურეთ, ის რაც თქვენია, ამას ვერავინ ვერ წაიღებს, იცოდეთ. ასე რომ ელოდეთ ახალ ალიანსებს, ახალ სიტუაციებს, ახალ იმედებს, ახალ შანსებს, რაც იქნება თქვენთვის მოულოდნელი საჩუქარი. გულით, სულით, მთელი ადამიანობით გისურვებთ ამ ყველაფერს, ჩემო ძვირფასებო. არასოდეს არ შემშურებია სხვისი. ბევრჯერ დამისვია შეკითხვა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. არც ამ ხელა აჟიოტაჟი გამომითქვამს. რა არის ხალხნო, რამ გაგამწარათ? სასწაული. ჩემს ლაივში შემოდიან და კიდე მე მეუბნებიან, რომ აი უყურადღებო ვარ. ეს არის ჩემი სოციალური ქსელი. ეს არის ჩემი პლატფორმა, ვისაც არ მოსწონს ჩემი საუბრის მანერა, ჩემი თქვენდამი სითბო და ყურადღების გამოხატვა, ჩემი სტილი, აი ჩემი საუბარი, ვინცაც გაღიზიანებთ, მეგობრებო, არ მომისმინოთ, მე არ მეწყინება, არც დამაკლდება ესეთი ადამიანები დიდად. ნაკლებობას არ განვიცდი. მე ერთი ადამიანისთვისაც ვისაუბრებ ლაივში, თუნდაც არ მომისმინოს არავინ. არა, არ ნერვიულდები. მოკლედ, ესეთ იყო ტაროს რჩევები, ჩემო ძვირფასებო და ცვლილებები, ის ცვლილებები, რის წინაც დგევართ. მოკლედ,
მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ეხლა მინდა მე საუყოთ. ეხლა მინდა მე გამოვიყენო ასტრაბარათები. ის ცვლილებები რაც შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რას გვეტყვის ასტრაბარათები ამასთან დაკავშირებით. მოკლედ მეგობრებო, მომიტევეთ, მაპატიეთ ამ რაღაც ამ საღამოს, აი ესეთი საუბრისთვის. ძალიან არ მინდა, მაგრამ თუ კი რაიმე არასწორი ვთქვი კიდევ და რაიმე არასწორად გავიგე, მე ბოდიში. ხო, მე ბოდიშის მოხდა ჩემი ძლია, ასე რომ არ მეთაკილება, არ მეგრეხება, რო იტყვიან, არ მცხვენია ბოდიშის მოხდის ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არა უშავს, კარგით. დავიწყებ, რა ცვლილებების წინ ვდგევართ, ასტრაბარათები რას გვეტყვიან. რა არის ის ცვლილებები, რის წინაშეც ჩვენ ვდგევართ. ხო, ეს არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, წეღა რა ვთქვით. აი მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი საუბარი დაიწყო, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ თავისუფლებაზე. ეს არის თავისუფლების კარტი, ბარათი. თავისუფლებაზე საუბრობს. მოდის თავისუფლება თქვენ ცხოვრებაში. თავისუფლდებით რაღაც, ნახეთ, უკან ქარცეცხლია. ხედავთ ხო, უკან ცეცხლია და იწვის ყველაფერი და თქვენ ამ ყველაფრიდან გამოდიხართ. გამოდიხართ მეგობრებო. დამთავრდა თქვენი წვალება, ტანჯი, წვალება და ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთის ცეცხლი დამთავრდა. ეცინება. თავისუფლდებით რაღაციდან ის რაც გწვავდათ, ის რაც თქვენი აღარაა და ის სიტუაცია რაც ძალიან გაწუხებდათ. ძალიანაც კარგი, მოკლედ თავისუფლება მოდის თქვენ ცხოვრებაში. კიდე რა ცვლილებები შემოდის? ეს არის სიწმინდის კარტი. ხო, ეს არის წმინდა. სიწმინდის კარტი. ეხლა ამ შემთხვევაში რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში და ის რაც ყველაზე წმინდაა თქვენთვის. რა არის თქვენთვის ყველაზე წმინდა? აქ ხატია აკვანი. აკვანი. მეგობრებო, ოჯახი და აქ არის ოჯახთან დაკავშირებული სიწმინდე. ხო, ვისთვის რა ფასეული და ღირებული სიწმინდე, ვისთვის რა არის? აი ის შემოდის, რაზეც ოცნებობდით, რაზეც ფიქრობდით, რაც დიდი სულით და გულით გინდოდათ, რაზეც ბევრი იბრძოლეთ, რაზეც ენერგიას ხარჯავდით, ფინანსებს ხარჯავდით, აი არ ვიცი, ვინ რა დახარჯეთ და ვინ რა გააკეთეთ. ხო, აი ეს შემოდის. კიდევ. ხო, ეს არის კეთილშობილება. აი რა ვთქვა? სიკეთე შემოდის, ადამიანობა შემოდის. მოდი ასე ვიტყვი, ეს კიდევ ახლა რადგან სიკეთის კარტიც ბარათიც ამოვიდა, ხვავი და ბარაკა შემოდის, მეგობრებო. ხვავი და ბარაკა, სიმშვიდე. ხო. კიდევ. რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? კეთილშობილება. შეიძლება კეთილშობილი ადამიანიც იყოს, მეგობრებო, არ გამოვრიცხავ. ხო. შეიძლება იყოს კეთილშობილი ადამიანიც, ადამიანი, რომელიც იქნება სულით წმინდა, ძალიან სათუთი. აი შეიძლება ითქვას ისიც, რომ პეშვით წყალი მოგიტანოთ. აი ყველაფერი ესე მოგიტანოთ თქვენთვის, მხოლოდ თქვენთვის. ამასაც აღვნიშნავ კი. შემოდის ისეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომლისთვისაც ოჯახი იქნება ფასეული, ღირებული, ოჯახი იქნება მისთვის წმინდა. ხო, აი არც ამას გამოვრიცხავ, ესე შეიძლება იყოს, მეგობრებო. კი.
სადაც იქნებით თავისუფლები, არ იქნებით შებოჭილები. აი ეს ადამიანი არ იქნება ისეთი იქ არ წახვიდე, აქ არ წახვიდე, ეს არ გააკეთო, ის არ გინდა, ეს არ გინდა, მსგავსი არაფერი მეგობრებო. შებოჭილი არ იქნებით. არა, ნახეთ ქვემოდან როგორი კარტია. ეს არის ამაღლების კარტი. აი ეს არის ორმხრივი სიყვარულის კარტი. აი რა ვთქვა, მერლინი. ეს არის ის, რაც კეთილშობილებასთან ახლოსაა. მერლინი არის კეთილი ჯადოქარი ჩემთვის. აი დააკვირდით გამომეტყველებას. ხო. კეთილი გამომეტყველება, მერლინი, ჯადოქარი კეთილი. ხო, შეიძლებაც და მართლაც იყოს ესეთი მეგობრებო, თავის სიტყვას ფასი კონდეს, ან რაღაც ძალა კონდეს ამ ადამიანს, შეიძლება რაღაც მსგავსი საქციელები კონდეს, ან რაღაცა ისეთი იყოს, მართლაც ჯადოქარებით იყოს, თქვენი სურვილები აასრულოს, თქვენი ოცნებები აასრულოს, მეგობრებო, სწაული ლაივია დღეს, რა არის? ხო. თანამშრომლობა, ადამიანი, რომელთანაც იქნებით შეხმატკბილებული, ანუ ითანამშრომლებთ ერთმანეთთან, ურთიერთგაგება იქნება, მარტო მე ან მარტო შენ არა, თანამშრომლობის ეს არის თანამშრომლობა. ხო, ორმხრივი გრძნობა. ეს არის ორმხრივი გრძნობის ბარათი, მეგობრებო. და კიდევ ერთი ბარათიც ამოვიღოთ. ხო, ადამიანი იქნება კიდევ ნახეთ ხელმარჯვე ოსტატი, მოდი ასე ვიტყვი. ადამიანი იქნება ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული. ადამიანს, რომელსაც ეყვარება ბუნება, სამყარო, ფრინველები, ცხოველები, აი ხო ნახეთ, ცხვრები ეს და კიდევ შეიძლება რაიმეს ხელებით აკეთებდეს. შეიძლება ხელებით რაიმეს აკეთებდეს, მეგობრებო, აი ოქროს ხელები კონდეს. ხო, და ძალიან სულიერებით მაღალ ვიბრაციებში იმყოფებოდეს, კი. მე გეუბნებით, ეს ადამიანი იქნება თქვენი ჯადოსნური ჯოხი, ოქროს თევზი, მეგობრებო, მოდი ასე დავარქმევ. ნებისმიერ თქვენ სურვილს აასრულებს ეს ადამიანი. მე ვერ გეტყვით ახლა ენერგეტიკულად იქნება ესეთი თუ მართლაც შეიძლება იყოს რაღაც კეთილი ჯადოქარი, ხო. არ ვიცი, ვერ ვიტყვი ვისთან რა და ვისთან რა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთიც და მეორეც ძალიან დადებითი ექნება ამ ადამიანს. ეს ადამიანი თქვენთვის იქნება არაჩვეულებრივი. ხო. ნახეთ რა არის ქვემოდან, როგორი ბარათია. ეს არის ძალიან სიძლიერის, მოქნილობის, ეს ადამიანი იქნება ძალიან ძლიერი, უძლიერესი იქნება ეს ადამიანი. ეს ადამიანი იქნება უძლიერესი. აი იცით როგორი იქნება, შეიძლება ფიზიკურადაც ისეთი იყოს მაღალი, მხარბეჭიანი, ძალიან მაღალი შეიძლება იყოს, მეგობრებო. ნუ თქვენთან შედარებით შეიძლება იყოს მაღალი და კიდევ ხო აი დაკუნთული, მხარბეჭიანი, აი ხარივით რო იტყვიან თუ აი შკაფივით ძლიერი, შკაფივით მაღალი, აი რაღაც ამასთან არის ძლიერი შეხედულად იქნება ძალიან ისეთი პიროვნება. ხო, ძალიან ძლიერი მეგობრებო, ძლიერი ადამიანი იქნება. ხასიათითაც ძლიერი იქნება, ფიზიკურადაც ძლიერი იქნება, ბუნებითაც ძლიერი იქნება და ზოგადად უძლიერესი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება თქვენთვის. მოდი ასე ვიტყვი. მე არ ვიცი, დღეს ესეთი ადამიანია ჩვენთან მოსული. ადამიანი, რომელიც ყველანაირ ხერხს გამოიყენებს, რომ თქვენ რაიმე გასიამოვნოთ, რომ თქვენ რაც გინდათ ის გააკეთოს, ანუ თქვენთან ერთად იქნება სულ და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ იყეთ ბედნიერი, მოდი ასე ვიტყვი, ძალიან ტოლერანტული ადამიანი. ეს ადამიანი შეიძლებაც და იყოს კიდევ უცხოელიც. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს
ბევრი ენის ცოდნა, რა ქვია მაგას, ბევრი ენა რო იცის, მავიწყდება მეგობრებო. ლოგი, რაღაცა ლოგი. კაი, ნუ არა უშავს. ძალიან ტოლერანტული იქნება, ძალიან მეგობრული იქნება, ბევრი ენაზე შეიძლება საუბრობდეს. ძალიან ბევრი ენა იცოდეს. ლინგვისტი? ხო, შეიძლება. ბევრ ენაზე შეიძლება საუბრობდეს. ამ ადამიანს შეიძლება კიდევ ბევრ ადამიანებთან კონდეს უშუალოდ კონტაქტი. ეს იქნება უეჭველი, უცხოელი ადამიანი მეგობრებო. ეს იქნება უცხოელი ადამიანი, ან რაღაც უცხოეთთან დაკავშირებული იქნება. შეიძლება უცხოეთში გაიცნოთ, შეიძლება უცხოც იყოს, შეიძლება განსხვავებულები იყოთ, განსხვავებული რელიგიაში, იმიტომ რომ ხო, ნახეთ. თავის ჩაცმულობას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ეს იქნება უცხოელი. მაგრამ ამ ადამიანის ნაცნობობით იფიქრებთ, რომ ეს ადამიანი თქვენთვის უცხო არაა. შეიძლება უცხოელი იყოს, მაგრამ თქვენთვის უცხო არ იქნება. იმდენად შეთავსებული ურთიერთობა გექნებათ, მეგობრებო, იმდენად ურთიერთგაგება იქნება ურთიერთობაში, რომ თქვენთვის უცხო არ იქნება. თქვენი იტყვით, რომ აი იფიქრებთ, რომ რატომღაც ასე ვფიქრობ, რომ დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანსო. ესეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ. სასწაულია დღეს. ხა, აი ეს ცვლილებები შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რის წინაშეც დგახართ, რომელსაც გვერდს ვერაულით, მეგობრებო, ამიტომ გახსენით გულის კარები, სამყარო და ცხოვრება გაძლევთ შანსს თქვენი ცხოვრების გამოსწორებისთვის და აიღეთ ეს ყველაფერი, აიღეთ მეგობრებო, შანსი არ გაუშვათ ხელიდან. ნებისმიერი ადამიანი გაიცანით, ვინც თქვენს ცხოვრებაში შემოვა. სავალდებულო არა, რომ მაინდა-მაინც იფიქროთ, რომ პარტნიორი იყოს, ვთქვათ, რაღაც დროის შემდეგ, არა. იმეგობრეთ, გაიცანით და დრო ყველაფერს აჩვენებს. იქ ჩვენ ტაროს ბარათებმაც გვითხრა, რომ დროს აცადეთ დროს, მიეცით დრო. სამყარო გაძლევთ იმის შესაძლებლობას, თქვენ ამ ყველაფერს გვერდს ვერაულით. დღეს ზემოთ ხსენებულ ნებისმიერ სიტუაციას, რაც მოხდება თქვენ ცხოვრებაში, რაც ცვლილებების წინაშეც დგახართ, თქვენ ამას გვერდს ვერაულით, მეგობრებო. და ეს ცვლილებები თქვენი ბედნიერება იცოდეთ. ამიტომ რამდენიც არ უნდა ეკონფლიქტოთ საკუთარ თავს, რამდენიც არ უნდა დაიმალოთ, აი რამდენიც არ უნდა იჯიუტოთ და იწვეთ ოთახში და ჯიუტათ და არ ადგეთ და არ გახვიდეთ გარეთ, ხო? არ გახვიდეთ სულ ჰაერზე. სამყარო ისე მოგიქცევთ პირობებს, რომ ძალიან ლამაზადაც აბრძანდებით, ჩაიცმევთ, გაბრძანდებით გარეთ და საჭირო დროს ზუსტად იმ ადგილზე აღმოჩნდებით, აი ზუსტად იმ ადგილზე აღმოჩნდებით, სადაც საჭიროა რომ იყოთ. არ გინდათ, მოგინდებათ. აი ნახავთ. ხო. ასე რომ მეგობრებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ძალიან სასიამოვნო, ძალიან მისაღები. აი ეს თქვენი ბარათები, გულ ატკრიტა სერცე, აი გაღებული ღია გულით. მგრძნობელობა საპერეჟივაიუში, აი ხო, აი ამ ყველაფერს რატო ხარხარებ? ხა, ამ ყველაფერს მართლა მაგ სიტუაციაში თუ ხარ და არ ბრძანდები, არ მიბრძანდები გარეთ, ხო, კი გაგეცინებოდა ნამდვილად. ხო, ამიტომ რომ მეგობრებო, არ ვხუმრობ, მართლა ვერაულით გვერდს. უბრალოდ რისი მომენტია, იცი? ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც დრო იქნება ჩვენი. თქვენი დრო აქამდე არ იყო მოსული, ან არ იყო საჭირო რომ მომხდარიყო აქამდე. ის რაც არ ხდება, იმ დროს როცა ჩვენ გვინდა, ასია საჭირო. ხო. როცა ჩვენ გვინდა, მაშინ არ ხდება, მეგობრებო. ჩვენ როცა არ გვინდა, მაშინ ხდება. ხო.
ეს მე დავრწმუნდი უკვე რომ ასია. ამიტომ არაფერს არ ჩაეჭიდოთ, რაც ხდება, რაც არ ხდება. არ მიაქციოთ დიდი ყურადღება ამ ყველაფერს. მიიღეთ სიტუაცია ისე როგორც არის, კარგიც და ცუდიც. მოხდება თუ არ მოხდება, მიიღეთ ის სიტუაცია. არ მოხდა? საკუთარ თავს უთხარით. ალბათ ასე იყო საჭირო. კიდევ კარგი რომ არ მოხდა. რა იცი და რა მელოდებოდაო? იქნებ უარესი გელოდათ მეგობრებო. ამაზე არ გიფიქრიათ? ხო. რაც არ გუკლავს, გვაძლიერებს. ამიტომ ძალიან კარგია რო არ მოხდა. მოხდება აწი. დიდი სიყვარული, ძალიან დიდი ცვლილებები უკეთესობისკენ. ამიტომ მე გულით და სულით გისურვებთ ამ ყველაფერს, აქ რაც თქვი დღეს. გულით და სულით გისურვებთ მეგობრებო. ის ადამიანები, ვინც წასასვლელია, მაინც წავა. თუნდაც ქმარი, თუნდაც ცოლი. მიდის ქმარი, გაუშვით, არ გაეკიდოთ. მადლობა უთხარით პირიქით. რომ მიდის. თუ კი ვინმე წაგართვათ პარტნიორი, ან ქმარი, ან ცოლი, მადლობა გადაუხადეთ, ვინც წაგართვათ იმას. ხო. მადლობა გადაუხადეთ მეგობრებო. პირჯვარი გადაიწერეთ და მადლობა გადაუხადეთ და აი ესე გაუღეთ კარები და ესე მიაბძანეთ. პოლიგლოტი, კი, life is love. აი მაგი ვერ გავიხსენე. მაგი მინდოდა ზუსტად გამეხსენებია. გვილი გამისკდაო. ჩემი ჭკვიანი გოგო. ჩემი თბილი გოგო. კი, ნამდვილად სასიამოვნო ლაივი იყო. დღეს არის სამშაბათი და სამშაბათი ყოველთვის კარგი დღეა მეგობრებო, იცოდეთ. წმენდებისთვის კარგი დღეა, პირადი გაშლებისთვის კარგი დღეა, აი ესეთი რაღაცეებისთვის ყოველთვის კარგი დღეა სამშაბათი, უჩაბათი და შაბათი. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ხო, შენ რომ დაგავიწყდა, მეც დამავიწყდა. ხო, ზოგადად ტაროლოგებს მარტო მე და შენ არა, ბევრს ავიწყდება, თურმე ეს მარტო მე და შენ არ გჭირს. რატო ჭირს ყველას ეს არ ვიცი. ყველა ამბობს რომ უცებ მავიწყდებაო და რატომ ხდება? კი, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. მშვიდობიანი ღამე ყველას, ბედნიერი დილის გათენება ყველას. აი წარმატებები, იღბალი, სიყვარული, სითბო, ოცნებები, ყველაფერი თქვენთან ყოფილიყოს მეგობრებო. მე სახელებს უკვე ვიმახსოვრებ ლაივში. მე ვერც სახელებს ვიმახსოვრებ და ვერც რიცხვებს რო იცოდეთ ისე მეგობრებო. ძალიან მეხუთე წელია ჩემი ნომერი მაქვს და დღესაც არ ვიცი ზეპირად რომ შემეკითხოთ, უნდა დავუფიქრდე, კარგად დავფიქრდე და კარგად უნდა გავიხსენო და მე რომ გავიხსენებ უკვე ტვინი მტკივა. ხო, ვერ ვიმახსოვრებ რიცხვებს. უღრმესი მადლობა თქვენ თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან მეიმედებით, ძალიან მეერთგულებით. ჩემი სტიმული ხართ. აი არ ვიცი, თქვენოთ მე აქამდე ვერ მოვიდოდი. მადლობა უფალს იმისთვის, რომ მე ამას ვაკეთებ. მე ამ ყველაფერს თავს არასდროს არ დავანებებ მეგობრებო. თუნდაც ერთი ადამიანი გყავდეს მადლიერი ამ ქვეყანაზე, რაღაცით. ესეც უფლის წყალობაა. ბედნიერი ღამე ყველას, მშვიდობიანი ღამე ყველას და ბედნიერი დილის გათენება ჩემო ძვირფასებო, აბა დროებით და გემშვიდობებით. მადლობა ყველას, გაიხარეთ. აბა ხვალამდე.